არ შემიძლია ჩემი მეზობელი ლადო სირაძე არ ვახსენო, იმიტომ რომ კი ბატონო. ამოუწურავია ამ კაცის გამონათქვამები და ზღვა იუმორი და ყოველთვის გაფაციცებით, როცა ჩავდივარ, ეხლა ყოველთვის ძვირფასია და ძვირფასად დარჩება მისი ოჯახი შემთხვევით და ამ კაცთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ეხლა რო ვიყავი ამ ზაფხულში ასული. გოტიო, ამ სიბერეშიო 70 წელს უკაკუნებს უკვე ჩემი ლადია. ამ სიბერეშიო ბიჭო რწმუნდებიო ბაღნები რომ წეროს მოყავსო მითხრა. თურმეო. ახლა მეთქი რა გაძლევს ამის ფიქრის საფუძველს ლადო. ბიჭო, ამ ბოლო დროს ვიცნახეო, ქმარი არავის არ ყავს და ბაღნები ყველას ყავსო. ახლა წეროს მოყავს გონიო. და იგივე ჩემი ლადოს ამონარიდიდან ისაო რა ქვია საფულე ჩემი საფულე კლად ხახვივითაო მითხრა ხახვი და საფულე ვერ დავაკავშირე და რაფერაა მაგი მეთქი და რომ გავხსნიოთ სრემლები მომდის მისითო და კიდე ერთი საინტერესო მეზობელი სოფელში გარდაიცვალა ერთი კაი კაცი რა ხო და მოვიდა ამბავი ახლა ჩვენთან გარდაიცვალაო და ლადომ რო გეიგო აიო მაინფერი ჯამრთელი იყო რომ არ მომკვდარიყო კაი ხანს იქნებოდა კიდევ ოღონდ ეს მართლა ძალიან ისე უცებ ხდება ამას აი წამის მიასედი რო არ ფიქრე ჭირდება ადამიანს დაფიქრე